როდესაც ჩვენ გადაცემის თემას ვგეგმავთ, თქვენ გახსოვთ ყოველთვის ხელმძღვანელობს სხვადასხვა პრინციპი და შეიძლება იყოს აქტუალური სამედიცინო პრობლემა, აქტუალური მოვლენა, მაგრამ არის ერთი აუცილებელი კომპონენტი, რომელიც ჩვენი გადაცემის არსებობის მანძილზე ტრადიციად იქცა, ეს გახლავთ კალენდარი სამედიცინო მოვლენებისა და დღევანდელი დღე არ გახლავთ გამონაკლისი. დღეს ჩვენ რამდენიმე თემას ვაერთიანებთ და რამდენიმე ფურცელს კალენდრიდან ერთდროულად გადავშლით და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან აპრილი მთლიანად ეძღვნება სამედიცინო საზოგადოების გადაწყვეტილების სტრესის ცნობადობას, რადგან სტრესი შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან ბევრი პრობლემის გასაღები, ისევე როგორც სტრესზე საუბრის დროს აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მთავარი სათქმელი რა არის. წელს მედიკოსებმა მთავარ სათქმელად აირჩიეს, მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და ამავე დროს მომხიბლავი და ყველაზე სწორად შერჩეული ფრაზა იხელმძღვანელეს სიყვარულით, როდესაც საუბრობთ სტრესზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ნევროლოგი ხალბატონი ნათია ოკუჯავა. ნათია, დილამშვიდობისა, მოგზანდით. დილამშვიდობის. მე შემთხვევით არ ვახსენე დღევანდელი თარიღი, რომელიც ბევრ ფაქტორს აერთიანებს, ჯერ ერთი აერთიანებს ჩვენს მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას, აერთიანებს თქვენ საუბრებს და საუბრების ციკლს, რომელიც ეძღვნებოდა ძილს, ეპილეფსიას, ზოგადად ნერვული სისტემის მდგომარეობას, ადამიანის ორგანიზმის ფუნქციებს, ნერვული სისტემის ჭრილში და ასე შემდეგ. აპრილის თვეში სტრესი განიხილეს როგორც მთავარი ბრალდებული, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ძილთანაც, ეპილეფსიასთანაც, მრავალ სხვა მოვლენასთან, მაგრამ მთავარი სათქმელი, რომელიც აირჩიეს იმისათვის, რომ სტრესის ზეგავლენა შემსუბუქდეს საზოგადოებაზე მთლიანად და თითოეულ წევრზე ცალ-ცალკე, აღმოჩნდა სიყვარულთან დაკავშირებული და იხელმძღვანელე სიყვარულით. მოდით მოკლედ ვთქვათ, რატომ შეიძლება თქვენთვის, როგორც ძილისა და ეპილეფსიის ცენტრის ხელმძღვანელისთვის იყოს საყურადღებო გამშვები მექანიზმი და ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული სტრესი ან ძილთან, ან ეპილეფსიასთან მიმართება. იცით, მარი, გამარჯობა და გილოცავთ ახალ სტუდიას. პირველად ავარაკა. რაც შეეხება სტრესს, მოდით ისიც ვთქვათ, რამდენად სტრესი არის ბრალდებული. რა არის სტრესი? ჩვენ ყველა სტრესზე ვსაუბრობთ, არა? სტრესი ეს არის ორგანიზმის რეაქცია რაღაც გარემო ცვლილებაზე, გამოწვევაზე ან საშიშროებაზე, რომელიც არის აუცილებელი თვისება ჩვენი ორგანიზმის. პრინციპში სტრესი ეს არის ადაპტაციის ერთ-ერთი ძირითადი უნარი, სტრესი რეაქცია სტრესორზე, მაგრამ გააჩნია ეს რა დოზით არის და რა ხანგრძლივობით ხდება, არა? რაც შეეხება სტრესის განვითარებაში წამყვანი როლი მიუძღვის როგორც ჩვენს ფსიქიკურ სფეროს, ფსიქოემოციურ სფეროს, ასევე ჩვენს ორგანიზმს ზოგადად სომატურ სისტემებს, მაგალითად, როგორიც არის ვეგეტატური ნერვული სისტემა, იმიტომ რომ სტრესის დროს ჩვენ გულისცემა გვიჩქარდება, წნევა მაღლა იწევს, სუნთქვას ვახშირებთ, ხელისგულები განყრიანდება, დიახ. და პრინციპში სტრესი ეს არის აუცილებელი თვისება იმისათვის, რომ ჩვენ ადაპტაცია მოვახდინოთ გარემოზე. მაგალითად, ჩვენ გვაქვს რთული გამოცდა, არა, ჩასაბარებელი, ჩვენ ვართ მობილიზებული, ნაკლები ძილი გვჭირდება, გონება მობილიზებული გვაქვს, უკეთ ვიმახსოვრებთ, არა? ეს კარგია ყველაფერი, მაგრამ თუ ეს სიტუაცია გრძელდება და ადამიანს აღარ აქვს უკვე მოდუნების საშუალება, სტრესიდან გამოსვლის საშუალება, უკვე ეს იქცევა ძალიან მძიმე პრობლემად ჯანმრთელობისათვის და აქედან გამომდინარე სტრესს აქვს წამყვანი როლი როგორც ტრიგერს უამრავი დაავადების ჩამოყალიბებაში. ეს არ არის აუცილებელი რომ იყოს ნერვული სისტემის დაავადება, მენტალური სფეროს დაავადება, ისეთი დაავადებები როგორიც არის იმუნური სისტემის, საშვილოსნობის ფუნქცია თუ რა ვიცი, მრავალი სხვა კუჭნაწლავის ტრაქტი პირდაპირ დაკავშირებულია სტრესთან როგორც ტრიგერთან. ეხლა რაც შეეხება ეპილეფსიას და ძილის დარღვევას, აქ პირდაპირი კავშირი არსებობს, იმიტომ რომ ზოგადად ასე ვთქვათ, კარგი და სასარგებლო სტრესის პირობებშიც კი ძილის მოთხოვნილება მცირდება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მობილიზებულები. გამოიყოფა ჭარბი რაოდენობით სტრესის ჰორმონები, კორტიზოლი და ჩვენ ვართ ფხიზლად. მაგრამ როდესაც სტრესი და სტრესორი იქცევა უკვე ესეთ არანორმალურ გამღეზიანებლად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვითარდება
ძილის დარღვევა, უძილობა თავისთავად და მეორეც ვითარდება გუნება-განწყობის ცვლილება, ვითარდება დეპრესიული განწყობა, უგუნებობა, სევდიანობა და ვითარდება შფოთვა. ყველა ეს მთელი ეს გამა გუნება-განწყობილების ცვლილებისა თავისთავად კიდე დაკავშირებულია ძილის დარღვევასთან. ამიტომ პირველადი ფოკუსი სტრესისა ეს არის ძილის დარღვევა. ეხლა რაც შეეხება ეპილეფსიურ შეტევებს, აქაც ცხადია დადგენილია, რომ სტრესი აუარესებს ეპილეფსიის კურსს, ეპილეფსიის მიმდინარეობას. თუმცა აქ ცოტა სხვა სიტუაციაა, იმიტომ რომ ძალიან რთულია გაზომო, აი სტრესი, გახადო გაზომვადი და აქედან გამომდინარე დაამყარო კავშირი სტრესსა და დაუშვათ ეპილეფსიური შეტევების გახშირებას შორის. ერთიც არის სტრესი იწვევს უძილობას და ძილის დარღვევა არის ძილის დეპრივაცია, ანუ ძილის ნაკლებობა არის ეპილეფსიის მიმდინარეობის გაუარესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. და ჩვენ თუ არ გვინდა თუ არ გვინდა ეს არის მანკიერი წრე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ყველა იმ საკითხს, რომელზედაც დღეს ვსაუბრობთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა. მე შემთხვევით არ გთხოვეთ გეპასუხათ კითხვაზე, როგორია სტრესის როლი, როდესაც ძილის დარღვევაზე და ეპილეფსიაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ შესავალში ვახსენე კალენდარი და კალენდრის ფურცლები და დღეს ჩვენ სწორედ რამდენიმე გვერდი გადავფურცლეთ ერთდროულად, იმიტომ რომ გავიხსენეთ მარტში იყო ძილის მსოფლიო დღე, იყო ეგრეთ წოდებული იისფერი, სამნისფერი დღე, როგორც ჩვენ ტრადიციულად აღნიშნავთ ხოლმე, უბრალოდ არ ვიყავით იმ მომენტში ჩვენ ეთერში და არ მოგვეცა საშუალება ამ თემაზე გვესაუბროთ, თუმცა დღეს თავი მოუყარეთ ერთი მთავარი სათქმელით. როდესაც ჩვენ რაღაც მეთოდს შევარჩევთ ხოლმე იმისათვის, რომ სამედიცინო პრობლემა გადავლახოთ, ამაში უჩვეულო არაფერია, იმიტომ რომ მედიკოსებისგან სწორედ ამას ელოდება საზოგადოება. როდესაც მედიკამენტზეა ლაპარაკი და ახალ გამარჯვებაზეა, როგორც სამკურნალო მეთოდზე, ან დიაგნოსტიკის ჭრილში არის სიახლე, ეს არის უზარმაზარი გამარჯვება ყველასათვის და საზოგადოება სიხარულით უზიარებთ. თუმცა დღეს ჩვენ ვამბობთ ძალიან უცნაურ შეთანხმებაზე სიტყვებისა, რომელსაც ქვია ვიხელმძღვანელოთ სიყვარულით. ვიხელმძღვანელოთ სიყვარულით. ამას ვამბობთ ექიმები, რაც სრულიად გაუგებარი შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის, როგორც ჩვენ სხვა სათქმელი დაგველია და სხვა სათქმელთა შორის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ეს არის ის, რაც აღმოჩნდა მტკიცებულებებით დადასტურებული და სარგო მართლაც ყველასათვის და მთლიანად საზოგადოებისთვის. იცით თუ თქვენ გადახედავთ სტრესის მართვის რეკომენდაციებს, პირველ რიგში სტრესის მართვაში წამყვანია არა მედიკამენტური, ეგრეთ წოდებული ქცევითი რეკომენდაციები, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ პრინციპში სტრესის როგორც ესეთი პათოლოგიური და ავადმყოფური მდგომარეობის ჩამოყალიბებაშიც ქცევას აქვს წამყვანი მნიშვნელობა. აი სამ ნაწილად იყოფა სტრესის შედეგად განვითარებული მოვლენები. პირველი ეს არის, აი ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არის ფსიქოემოციური სფეროს რეაქცია, გუნება-განწყობილების ცვლილება, ძილის დარღვევა. მეორე ეს არის ფიზიკური შეგრძნებები, ეგრეთ წოდებული სომატური შეგრძნებები, ეს არის ტკივილი, ეს არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების დარღვევა და ასე შემდეგ. თავის ტკივილი, კუნთის ტკივილი, გულისცემის აჩქარება, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, ეგრეთ წოდებული ფსიქოსომატური ჩივილები და მესამე ეს არის უკვე ის ქცევა, რომელსაც ადამიანი მიეცემა სტრესისგან თავის დასაღწევად, მაგრამ სინამდვილეში აი ამ დროს აღმოჩნდება ხოლმე ძალიან დიდ ხაფანგში. ეს ქცევა შეიძლება იყოს ალკოჰოლის მოჭარბებული მიღება, წამლების მოხმარება, ნიკოტინის ჭარბი მოხმარება, თამაში, კვებითი აშლილობა, ანუ აი ის უკვე არანორმალური ქცევა, რომლითაც ადამიანი ცდილობს რომ გადალახოს სტრესი. აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ სტრესის სამართავად პირველ რიგში ჩვენ აი ქცევის კორექტირება უნდა მოვახდინოთ და სიყვარული როგორც ასეთი და კეთილგანწყობილი პოზიტიური ურთიერთობა არის პირდაპირი რეკომენდაცია, თქვენ რომ შეხვედრით აი კლივლენდის კლინიკის სამედიცინო საიტზე, აი პირდაპირი რეკომენდაცია როგორ გაუმკლავდეთ სტრესს და რითი უნდა დავიწყოთ, გულისხმობს იმას და ამბობს იმას, რომ თქვენ უნდა იურთიერთოთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან, რომლებიც არიან პოზიტიურები, მხარში გიდგანან, გაძლევენ სიყვარულს და გიწევენ დახმარებას. ნუ რა არის ეს თუ არა აი ეს სლოგანი სტრესის მართვის. გასაკვირველია, ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენია და შესასრულებლადაც ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი რეალობა ხომ არ არის ყოველთვის ასე და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი მაყურებელი ახლა
ახლა გვისმენს, გეთანხმებათ ბოლომდე, მაგრამ ფიქრობს, ხომ არ არის ყოველთვის ასეთი კეთილგანწყობილი გარემო და მაშინ ხომ არ ვიქნებით დაუცველები სტრესის წინაშე, როდესაც მხოლოდ ჩვენ ვიხემძღვანელებთ სიყვარული. თუმცა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი კითხვა, რომელთაც მე მინდა შევაჯამო დღევანდელი ჩვენი საუბარი. როდესაც ჩვენ ხელმძღვანელობთ სიყვარულით, ეს პრობლემების თავიდან აცილებაში გვეხმარება თუ უკვე არსებული სერიოზული პრობლემების მართვაშიც გვეხმარება, იმიტომ რომ თქვენი მინიშნება, რომელიც თქვათ სიყვარულით ქცევაზე გავლენას გულისხმობს, რასაკვირველია მნიშვნელოვანია ერთი ადამიანისთვის, ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის და სიყვარულს შეუძლია მართლაც ძალიან ბევრი რამ შეცვალოს. თუ არა ყველაფერი, ლამის ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ იქ სადაც უკვე არის სერიოზული პრობლემები, რატომ ჩათვალეს საერთაშორისო მასშტაბით ჩვენმა კოლეგებმა, რომ მნიშვნელოვანი იქნება თუნდაც სერიოზული პრობლემების დროსაც ვიხემძღვანელოთ სიყვარულით. იცით რა, აქ არის ყველაფერი იწყება აი სტრესორის მიმართ დამოკიდებულების შეცვლით, არა, იმიტომ რომ თუ აი ეს სტრესორი ის რაც იწვევს სტრესს, შეიძლება იყოს ერთჯერადი, მაგრამ თუ ეს ხდება ქრონიკული და ეს არის ქრონიკული გამაღიზიანებელი და ჩვენ ვერ შევიცვალეთ ჩვენი დამოკიდებულება აი ამ სტრესორის მიმართ, ძალიან გაგვიჭირდება სტრესიდან გამოსვლა. და აი ეს სიყვარულით ხელმძღვანელობა, პოზიტიური ურთიერთობების დამყარება არის ერთ-ერთი კომპონენტი. ისევე როგორც აი მაგალითად აი ესეთი დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ უნდა ვეცადოთ შევცვალოთ ის გარემოებები, ან ის ადამიანები, რომლის შეცვლად ჩვენ არ შეგვიძლია, ჩვენ არ უნდა დავისახოთ მიზნად. თორემ სხვანაირად ჩვენ მუდმივად გვექნება სტრესორი, რომელიც ჩვენ გვამყოფებს სტრესის მდგომარეობაში. ასევე სულ პატარა სიამოვნებები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თავს მივანიჭოთ, თუ გინდ სუფთა ჰაერზე გასეირნება იმისათვის, რომ ჩვენ რაღაც დავალაგოთ ჩვენი ფიქრები და აზრები. ესეც არის სტრესის რეგულირების ერთ-ერთი მომენტი. ისევე როგორც აი რაღაცა ესეთი საიტნოტის თუ ზედმეტი წნეხის დროში შეზღუდულობის რაღაცნაირად მოცილება, არ დავისახოთ მიზნად აი ესეთი დიდი ამოცანები, რომლის შესრულება ჩვენ არ შეგვიძლია და კიდევ ერთი. ჩვენ უნდა არა მუდმივად ვაკრიტიკოთ ჩვენი თავი და დავინახოთ უარყოფითი, ან ნეგატიური, ან წარუმატებლობა. არამედ კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზე და გავიხსენოთ ის თუ გინდ პატარ-პატარა წარმატებები, რომელიც შემდეგ დიდ წარმატებად იქცევა და ეს ყველაფერი პოზიტიურ განწყობაზე და სიყვარულზეა დაფუძნებული. მე თუ მკითხავ, მთელი აი ესეთი მოკლედ რაც შეიძლება ითქვას კოგნიტურ-ბიჰევიორული ქცევითი თერაპია, რაც ეფუძნება სტრესიდან გამოსვლას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი ბოლო ფრაზები, იმიტომ რომ ამით თქვენ მიგვანიშნეთ, რომ არა მარტო გარშემომყოფების მიმართ ურთიერთობაში, მათთან მიმართებაში უნდა გამოვიყენოთ სიყვარული როგორც სახელმძღვანელო პრინციპი, არა მხოლოდ ოჯახის შიგნით უნდა გამოვიყენოთ ის როგორც სახელმძღვანელო პრინციპი, არამედ საკუთარ თავთან ურთიერთობაშიც უნდა ვიხემძღვანელოთ სიყვარულით და ის წამახალისებელი დამოკიდებულება, რაც თქვენ ახსენეთ, შეიძლება იყოს ზუსტად ამის საუკეთესო გამოხატულება. ძალიან დიდი მადლობა ნათია ჩვენთან მრავალწლიანი მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, იმის განცდით, რომ სიყვარულით ხელმძღვანელობთ, კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებთ, რომ დღეს მართალია სტრესის საბაბით, მაგრამ რამდენიმე თარიღი გავაერთიანეთ და დიახ, აპრილი სტრესის ცნობადობას უკავშირდება, მაგრამ სტრესი შეიძლება ბრალდებული აღმოჩნდეს არაერთ სიტუაციაში და ჩვენ ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ საუბრის დროს. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი, ნევროლოგი ქალბატონი ნათია ოკუჯავა. მე ჯერ არ გემშვიდობები, წინ კვებითი შუქნიშანი გელოდებათ. კვებითი შუქნიშანი ტრადიციულად ნიშნავს კვებით რეკომენდაციებს, რომელიც კონკრეტულ თემასთან არის დაკავშირებული. თუმცა დღევანდელი თემა იმდენად ტევადია, ძნელია ერთი კონკრეტული კვებითი პროდუქტი გამოვყოთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ კვებითი გასაღები პრობლემის მოსაგვარებლად. სტრესი და კვება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ამაზე შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ და არაერთი გადაცემა დაუთმეთ ამ თემას და მომავალშიც დაუთმობთ. თუმცა მე მინდა გაგახსენოთ კვების ის მოდელი, რომელიც
დღევანდელი საზოგადოებისათვის სამედიცინო დარგის პროფესიონალების მიერ ყველაზე რეკომენდებულად, ყველაზე საუკეთესოდ არის ცნობილი კვების მოდელი, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელი ჰქვია და რომელიც თავის თავში აერთიანებს სიყვარულს. გაგიკვირდებათ, მაგრამ როდესაც ჩვენ კვებაზე ვსაუბრობთ, კვებასთან დაკავშირებით გვახსენდება ის, რაც გვიყვარს, ჩვენი საყვარელი პროდუქტები, გვახსენდება გარემო, რომელიც გვიყვარს, გვახსენდება განცდები, რომელიც გვიყვარს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის გარემოცვა, რომელიც გვიყვარს, ადამიანები, რომელიც გვიყვარს. სწორედ ეს ფაქტორია ჩადებული ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელში, რომელიც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა საფეხურებად სხვადასხვა პროდუქტების გამოყენების ჭრილში. რა თქმა უნდა, საყურადღებოა სხვადასხვა კვებითი ჯგუფების გადანაწილების თვალსაზრისით. საყურადღებოა როგორ მონაცვლეობს ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტები. კვების მოდელში როგორ არის დაწინაურებული სწორედ ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, ბურღულეული ზღვის ნაწარმი და არა წითელი ხორცი ან სხვადასხვა სახის ნუგბარი. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ფაქტორები, რომელიც ამ პირამიდას აუცილებლად ახლავს თან. ეს გახლავთ ღვინის ზომიერი მოხმარება და რატომღაც სწორედ ამ კომპონენტზე ამახვილებს ხოლმე უმრავლესობა ყურადღებას. არადა ღვინის მოხმარება საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. აი ეს არის დამახასიათებელი კვების ამ მოდელისთვის, როდესაც დიახ სიყვარული თან ახლავს ტრაპეზს. დიახ ტრაპეზს განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებს და აღმოჩნდა, რომ არა მარტო საკვები თავისი შემადგენლობით, არა მარტო კვების მოდელი თავისი რეჟიმით, ულუფით და რაციონით არის ამ დროს სასარგებლო, არამედ ის ურთიერთობები, ის სოციალური აქტივობა, რომელიც კვებას ახლავს და ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ინფორმაცია დაშიფრული საკვებში სიყვარულის გარემოში, სიყვარულის თანხლებით ხდება ჩვენს ორგანიზმში და შესაბამისად იცვლება მისი მონელების, შეთვისების, გამოყენების შესაძლებლობები. უფრო მეტიც, დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ სწორედ სიყვარულით მომზადებული საკვები, სიყვარულით მირთმეული საკვები, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში მირთმეული საკვები გაცილებით უკეთ შეითვისება და გაცილებით უკეთეს გავლენას ახდენს ჩვენ ჯანმრთელობაზე, ვიდრე უბრალოდ სწორ რეჟიმში, სწორი ულუფით, სწორი რაციონით შერჩეული საკვები. მიუხედავად დროის, ულუფის და რაციონის სიზუსტისა, სიყვარულის არარსებობის შემთხვევაში საკვებიც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს სათანადო საზრდო, რომელიც ჩვენი ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო ფუნქციას წარდგება. ამიტომ სიყვარული არის თანამედროვე ჯანსაღი კვების მოდელის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რომელიც მრავალ სხვა კომპონენტთან ერთად ქმნის წონასწორობას, ბალანსს ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ეს იყო დღევანდელი ჩემი სათქმელი, რომელიც დღეს როგორც არასდროს უხდება ჩვენს თემას, იხემძღვანელეს სიყვარულით და იხემძღვანელოთ სიყვარულით კვებაშიც კი ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ ადამიანზე. მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.